ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. სამგორი სიყვარული ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც საინტერესო ინსცენირებით და იმპროვიზაციული ხედვითაა აგებული. მეტამორფული სცენური რეალობა და მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თეატრის რეტრო ესთეტიკის მოდელირება, სცენოგრაფია და თემის აქტუალობა თეატრის სიმბოლურ სიტყვას ქმნის. ხარია რომ იმ ყველაფერს თავი მოეყარა, რაზეც ამდენ ხანი ვიმუშავეთ, ვიშრომეთ, ძალიან ბევრი და მადლობა ღმერთს, შეგვხვდა ფანტასტიკური რეჟისორი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შედეგი მიგვეღო და ასევე არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მართლა კაშკაშებენ მესხიშვილის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი წარმოადგენს ერთი გრძნობის სამ წახნაგს სხვადასხვა ასაკში, სამ განსხვავებულ პარტნიორთან, გრძნობათა ჭიდილს და ერთგულება ღალატის მძაფრ შეგრძნებებს. ემოციებს ვერ ვუყრი თავს, ისეთი რაღაცა ხდება ახლა აქ და აქ და არის გაერთიანებული ეს ყველაფერი და ეს შრომა, ეს რეპეტიციების პროცესი, ეს ანსამბლურობა, ეს უდიდესი ჯადოსნური სცენა და პრემიერის დღე, ეს უბედნიერესი დღე თითოეული ჩვენგანისთვის და მაყურებელი და არ ვიცი, ვერ ვალაგებ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას და 19 ივლისი ჩაიწერება თარიღში. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოფნა და სიტყვის თქმა სწორ დროსა და სწორ ადგილას. სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ. წარმოდგენილი პრემიერით თვის ბოლოს მესხიშვილის თეატრი დაარსებიდან 165 სეზონს დახურავს. შედეგი მივიღეთ და იმ შრომისა, ჩემო კარგო, ბედნიერი ვართ. ბედნიერები ვართ ჩვენ თითეული და თითეულის გამარჯვება გვიხარია, იმიტომ რომ ეს არის გუნდი და გუნდმა გაიმარჯვა, ეს არის მთავარი და მიყვარხართ ყველა ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ. ბედნიერი სპექტაკლები და პრემიერები ქონოდეს ჩემო კარგო. დიდი შრომა ჩავდეთ ამ სპექტაკლის შექმნაში, ეს არის გარკვეულად წერეთლის მოთხრობის მოტივებზე, ძირეულად არის ხშირ შემთხვევაში შეცვლილი. ნუ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ გვინდოდა მაყურებლამდე მიგვეტანა. მე მგონი ყველაფერი მათთვის გასაგები იყო.